ქართული საზოგადოება მათ რომ არ აინტერესებთ, ეს ჩვენ კარგად ვიცით, მაგრამ საერთაშორისო აი ამხელა რეზონანსის მათ ნამდვილად ეშინიათ, იმიტომ რომ ასეთ რაღაცებს ნამდვილად გადაჰყოლიან ხოლმე მათზე უარესი რეჟიმები და ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ელემენტარულს ვითხოვთ, ხო, ვითხოვთ იმას, რომ გაგვეცით პასუხი რა დაგმართეთ ერთი წლის წინ, საერთოდაც ეს უწყვეტი წინააღმდეგობა რატო არის, ხო, ჩვენ ბევრს განსაკუთრებულს არაფერს არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ უბრალოდ რომ ვიცხოვროთ ნორმალურ ქვეყანაში, რომელიც არ იცლება ადამიანებისგან, საუკეთესო პროფესიონალებისგან, პატრიოტებისგან, სადაც ექიმი ადამიანს კურნალობს და არ მიდის ციხეში იმის გამო, რომ თავის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობს და ეხლა ვნახეთ კიდევ რომ ტროტუარზე დგომის აკრძალვასაც გვიპირებენ, ხედავთ იმას რომ ხო, ვინ არიან მასწავლებლები, ექიმები, სპორტსმენები, ხელოვანები, რომლებსაც უშვებენ ციხეში, ან რაღაც არაპროპორციულ ჯარიმებს უყენებენ და გვინდა უბრალოდ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება და გვინდა რომ დასრულდეს ის კრიზისი, რომელსაც თავადაც აღიარებენ რომ კრიზისია, ხანდახან აღიარებენ სიტყვიერადაც რომ კრიზისია, ამას დაასრულებს მხოლოდ და მხოლოდ სინდისის პატიმრების გათავისუფლება, ახალი სამართლიანი არჩევნები. ეს არის ჩვენი მოთხოვნა და ამ საქმეში, როდესაც ჩვენ ხედავთ რომ ისეთ ჯერ ერთ რამესაც ვიტყვი, ჭალში რომ რაღაცას ურევ, თავადაც აღიარეს, ხო? ეს რა პროპორციული ზომა არის, რა საჭირო იყო დეკემბერში წყლის ჭავლი არის მან თავარი, არა ის რომ ჰაშორიო არის გამოყენებული, არამედ ჭავლი თავისი ძალით შლის ხოლმე დემონსტრაციებს. აი იქ გაურიეს კიდევ რაღაცა ნივთიერება. ეს სრულიად არაპროპორციულია იმას თავი რომ დავანებოთ რომ ქიმიური მოწამვლა იყო აქ სერიოზული საკითხი და მე დარწმუნებული ვარ რომ ამ საკითხებს აუცილებლად გამოეცემა პასუხი და რეჟიმი პასუხს აგებს როგორც სამართლებრივად ასევე პოლიტიკურად.